ეს მოხდა 2 რიცხვში გამთენიისას 4 საათზე დაახლოებით. ჩემს უკან ჩაყარეს გაზები რა, ისე ჩაყარეს რომ მე უკან ვეღარ წავიდე. და ამ დაკვალიანებულ ადგილზე თეატრის შენობიდან გამოვარდა ერთი, ეგრევე მომკიდა ხელი, ინერციით ორივე დავეცით და ვავიხელე დაახლოებით უკვე 1500 მ მედგა თავზე. ზაში რაღაც ერთყმები იყო უკვე, აი შენ დაგერხა და ეხლა არ იცი სად მიყვავ ხარ და აი მოკლედ აი მაგარ შარში ხარ და რა გინდოდა აქ რომ მოხვედი. ხედავთ ერთ-ერთი ორი მოქალაქე არის დაკავებული და ისინი მიყავთ ახლა იმ ავტომობილებში, სადაც საიდანაც ალბათ უკვე გადაიყვანენ ფინანსური მოთხოვნების იზოლატორში. ძირს დამაგდეს მოკლედ და ესე 4 კიდურით წამიყვანეს, ჩემი აზრით ეგ ჭირდებოდა იქ ტელეკამერები იყვნენ რამოდენიმე და აი პირდაპირ ეთერში შენახებინათ როგორი რადიკალი დაიჭირეს, რომ აი 10 კაცს მიყავს რაღაცა 4 კიდურით, ანუ ეგეთი კარწინკა უნდა დაედგათ რა და დადგეს კიდევ. მე კორდონს უკან რო გავედით, ქაშვეს მოპირდაპირეთ, იდგა ის რა ქვია, პიკაპის მარშრუტკა და უკან რო გამოვაღეს, მანამდე ერთ მეუნება რა კარი ფეხსაცმელები მაცვია და მოეწონა ჩემი ფეხსაცმელები და გამხადეს, ერთ კურტკა მოეწონა ჩემი და გამხადეს კურტკა. ასე წიხლით შემაგდეს ამ მანქანაში. იქ ატყდა, რა ვიცი, ემატყება რა, წიხლი, თავი, რავი, ხელი, გინება, ყველაფერი. ერთ-ერთი მეუნება რომ ტელეფონის პაროლი მითხარიო, თორე ესე მოკიდა იარაღს, თავზე დამადო და ეხლა ამასო გავისროლ მე მეუნება და მეთქი რა ვიცი, გაისროლე მეთქი, ანუ იმიტომ რომ თვით სანაბეჭდზე რომ მქონდა, რო დავადე, ანუ 5 ჯერ დადების შემთხვევაში მე უკვე იბლოკება რა ტელეფონი. და რო დაიბლოკა ეს ტელეფონი, ესენი სულ გაგიჟდნენ ამაზე რა, ეხლა ამანუ რაღაცა დაგვიბლოკაო ჩვენო და მოკლედ იქ მეორე პარტია ატყდა ცემის. კაფსულას შემოაგდებო და ეხლა დავკეტავ ამ კარებებს და სულ სამოხდიო ამ მარშრუტკაში. ერთ-ერთი მე მეუბნება რომ შენო ესო ცოტა კიდე კარგად ხარო რა, ანუ ვითომ დასხლენებული არ ვიყავი ისე კარგად რა. ხო და ესე თავი დამიფიქსირა და მუხლი ჩამარტყა თვალში პირდაპირ. პირველი 10 და უпростоოდ აი სადღაც აი მიდემოში მოხვდა და ამანაც ესეც მიხვდა რომ 10 და უიო 10-დაო და მეორე დამარტყეს კიდე თვალში, რაზეც მე თვალის უკანა კედელი გამისკდა და ერთი ოპერაცია უკვე გავიკეთე მაგას. ამ პროცესში ერთი ტიპი ამოაგდეს ჩემთან მარშრუტკაში და მისი 3 კბილი თავის ღრძილებიანად ჩემ ფეხებთან დაეცა რა, ისეთი ჩაარტყეს ციხლი. ანუ ხელთათმანი იყო, რომელსაც სპეციალური ესეთი პლასმასები აქვს თავზე, ანუ ესეთი გამოშვერილები აქვს, როგორც აი ამობურცულები აქვს ხელზე და ფეხსაცმელი არის, რომელსაც აქვს წინ, აი რო წარმოვიდგინო დაახლოებით სანტიმეტრზე გამოშვერილი რეზინი, რომელიც სადაც არ უნდა მოხვდეს ძალიან მტკივარა და დალურჯებას არ ტოვებს. პატრულის მანქანაში სანამ გადამიყვანდნენ ერთი 200 მეტრი ალბათ ფეხშველი ვიარეთ წვიმაში და სანამ ეს პატრულის მანქანამდე მივედი კიდე გზაში, რა ვიცი, მე წიხლი და ფეხი რავი ყოლა მომაყოლა ვინ შემხვდა ახლოს. იმდენად დაცემები ვიყავით მე სულ ყოლა რომ კაპეზეზე ასე თქვა არ გადაგვიყვანეს და გადაგვიყვანეს პირდაპირ ინგოვაყვაში. მოსამართლეს უთხარი მეთქი, ანუ მეთქი ეს ყველაფერი რავი ჩემი საქმე წამებაში გადის თქო და ანუ ამაზე რეაგირება როგორი იქნება თქო და მინდელბერგელის პასუხი იყო ესეთი რომ მე მაგას ეგეთი რაღაც არ აინტერესებდა, ანუ ეგ საქმე საერთოდ მე ცემეს თუ იქ რაკნეს, აინტერესებდა სირენის ხმა გავიგე თუ არა. იმიტომ რომ ეგ იყო მიზეზი მისი დაჯარიმების ჩემთან. ესენი არ მგონია რამ ვინმეს რამე როგორმე დაასჯიდნენ, მაგრამ როცა შეიცვლება, აი პირდაპირ სახელი და გვარებით უნდა იყოს ჩამოთვლილი, აი ეს სია უნდა იყოს ჩამოწერილი და ყველა ეგენი უნდა რავი პასუხისგებაში მიეცნენ რა. იმიტომ რომ სხვანაირად არ დაალაგდება, მიშას დრო იყო და არავის არ მოთხოვეს, შევანას დრო იყო და არავის არ მოთხოვეს, ამათი დროა და თან ეს ხალხი ერთი და ყველა სისტემას ერგება.
ანუ მე ვაფშე არ მაინტერესებს რომელი მთავრობა იქნება რეალურად, მაგრამ ესეთი ხალხი უნდა დაისაჯოს, რომ მეორე ვინც მოვა სამსახურში, იგივე არ გააკეთოს. ნუ ამათი კანონი როგორც ლაბადა ეგრე აქვს მოხვეული და რა ვიცი. ცხოვრობთ ესე უსამართლო ქვეყანაში.